კორუფციის ჰიტ პარადი. რამე მუსიკა არ გვაქვს რომ გავუშვათ. მე-10 ადგილი. ნომინაცია ძმა ძმისთვისაო. ჩვენი კორუფციული ჰიტ პარადის მე-10 ადგილზეა შემთხვევა, რომელიც იმდენად კლასიკურია, იმდენად ურთიერთგადახლართულია საოჯახო კავშირებში, რომ მხოლოდ მარკესით უაღწევდა სათანადოდ. წარმოგიდგენთ კონცელიძეების ოჯახურ ბიზნეს მოდელს ბათუმში. ეს არის სამსაფეხურიანი გეგმა. თუ როგორ გახდე წარმატებული ბიუჯეტის ხარჯზე. პირველი საფეხური. ამისთვის გჭირდება ერთი ოჯახის წევრი პარლამენტში. ამ შემთხვევაში დეპუტატი რესან კონცელიძე. მე პოლიციასა და პროკურატურაში ამოვწურა ჩემი საზრდოობები. იქ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. გაკეთებული მაქვს. იქ გააკეთა ფულები და მე გადაწყვიტა რომ პარლამენტიდან უფრო მეტის კეთება შეეძლო. ეხლა მე ვფიქრობ რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია პარლამენტში. ეს კაცი დეპუტატის მანდატს იყენებს იმაში, რომ დაწეროს კონკრეტულად ბათუმზე მორგებული სამშენებლო ამნისტიის კანონი. ამას რა თქმა უნდა არქმევ რაღაც ლამას სახელს, მაგალითად ქალაქის ურბანული განახლების ხელშეწყობა. და არა, ჩემი ძმისშვილების უკანონო მშენებლობების დაკანონების აქტი. აი რას ნიშნავს ნამდვილი ბიძა, როცა შენი ოჯახის წევრები სამშენებლო ბიზნესში არიან და რაღაც პრობლემები ექმნებათ. მეორე საფეხური, მშენებლობები. ახლა სცენაზე გამოდიან ძმისშვილები, ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები. მათი ამოცანაა აშენონ, ბევრი აშენონ, ნებართვებზე, რეგულაციებზე და წითელ ხაზებზე ბევრი არ უნდა ინერვიულონ. ბიძა თბილისიდან მოაგვარებს. და მესამე, ყველაზე გენიალური საფეხური, მაკონტროლებელი. ამ სრულყოფილი სქემის გვირგვინი არის კიდევ ერთი ძმისშვილი, არჩილ კონცელიძე, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსია. ანუ ის არის ადამიანი, ვისი პირდაპირი მოვალეობაც სწორედ უკანონო მშენებლობების გამოვლენა და აღკვეთა. აი რო წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს მისი საინსპექციო ოქმი. დღეს ვიმყოფებოდი ჩემი ძმების სამშენებლო ობიექტებზე. დარღვევები არ აღმოჩენილა. მოკლედ ძალიან გულთბილი კორუმპირებული საქმეა. ამიტომაც ჩვენი ჰიტ პარადის მე-10 ადგილს ნამდვილად იქცევს.